თბილისის მერიამ კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი დაასრულა. სამგორის რაიონში მიხეილ გახოკიძის განახლებული ქუჩა გაიხსნა. პროექტის ფარგლებში სრულად შეიცვალა ასფალტის საფარი და სრულად განახლდა მიწისქვეშა კომუნიკაციების სისტემა. მოიწყო სანიაღვრე, წყალმომარაგების, წყალარინების და გაზმომარაგების ქსელები. საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზები კი მიწისქვეშა კაბელარხებში განთავსდა. აქ იყო ძალიან მძიმე მდგომარეობა, ვინც ამ გზას იყენებდა და იყენებს დამეთანხმება, რომ უბრალოდ ავტომობილით გადაადგილება რამხელა დისკომფორტს წარმოადგენდა. შესაბამისად, პირველი რაც გავაკეთეთ, ეს არის კომუნიკაციების განახლება, მოწესრიგება, თვითონ საგზაო ნაწილს რაც შეეხება 3 კილომეტრზე ცოტა მეტი არის გახოკიძის ქუჩა და დღეს მთლიანად განახლებული, მოწესრიგებული. ახლად რეაბილიტირებული ქუჩა ახლა როგორც ქვეითებისთვის, ისე საზოგადოებრივი და კერძო ავტომობილებისთვის თანაბრად უსაფრთხო და კომფორტულია. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში დაიგო ასფალტის საფარიც, მოიწყო ტროტუარები და ზებრა გადასასვლელები, დამონტაჟდა ხელოვნური ინტელექტით მომუშავე ჭკვიანი შუქნიშნები და ქუჩის LED სანათები. ამ ქუჩაზე გადის 4 მაღალი დიამეტრის მილები, ჯივიპის კუთვნილი მაგისტრალები, რომელიც დაზიანებული იყო და გზის საფარის აღდგენას ვეღარ ხერხდებოდა, ისეთი ცუდი მდგომარეობა იყო მიწისქვეშ, ამიტომ გადაწყდა ამ ქუჩის რეაბილიტაცია და პირველ რიგში რა თქმა უნდა მიწისქვეშა კომუნიკაციები შეიცვალა. პროექტი მოიცავდა გამწვანებით სამუშაოებსაც. დაირგო 1260 ძირის სხვადასხვა სახეობის ნერგი და დაიგო ბალახის საფარი. მოწყობილია სარწყავი სისტემაც. პირველი ეტაპი დასრულებულია, გამწვანებულია გზის პირა თარგები და შუაგამყოფი ზოლი. დაახლოებით 13,000 კვადრატულ მეტრზე დაიგო და დაითესა ბალახის საფარი. დაირგო დაახლოებით 1300 ძირი სხვადასხვა სახეობის ხე. 100-მდე უსახური ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა. ამ ეტაპისთვის ძირითადი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გვერდში დასრულებულია, მიმდინარეობს გამწვანებითი სამუშაოები. სარეაბილიტაციო სამუშაოების ჯამური ღირებულება 24 მილიონ ლარს შეადგენს.